გამარჯობა მეგობრებო. აი ერთი კვირაც გავიდა და დღეს კვლავ თქვენთვის ქართულ ამბებს მოყვება ლაშა გურგენიძე. თქვენი მონა მორჩილი. მიხარია ქართული ამბების მოძიება და თქვენთვის გაზიარება. გამახარეთ თქვენს და გამოიწერეთ არხი. დიდი გათამაშება ახლოვდება. მერწმუნეთ ძალიან მოგეწონებათ. ასე რომ რაღაც უცდით, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ეს YouTube-ზე. რაც შეეხება Facebook-ს, აქ ძალიან მაგრად მივდივართ და 65,000 გამომწერამდე ავედით, რაც ძალიან მაგარი შედეგია. ბევრ ვიდეოს აქვს ასობით ათასი ნახვა, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ამ პროექტისთვის კი აუცილებლად მადლობა გვაქვს გადასახდელი კომპანიებისთვის. მოდიახლავე დავისხავ ღვინოს, ცოტა არ იყოს და მომწყურდა, ხო და თან ვერ ვითმენ. ცოტას დავლევ თქვენის ნებართვით. რა თქმა უნდა, იმდეს მაინც ვერ დავლევ, რამდენსაც ამ ისტორიის გმირი, რომელზეც ახლა მოგიყვებით. ყველაზე დიდი ქართველი მსმელი. ერთხელ თავადი გულბაათ ჭავჭავაძე თავის სიმამრს დავით დადიანს ესტუმრა. დავით დადიანი მდიდარი კაცი იყო. სიმდიდრის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ძველ დროში მდიდარი მარანი ითვლებოდა. სხვათა შორის ახლაც ასეა. მართლაც შთამბეჭდავი სანახავია სხვადასხვა სასმელებით და მრავალფეროვანი ღვინის ბოთლებით თუ ქვევრებით დახუნძლული მარანი. დავით დადიანს კი მართლაც საოცარი მარანი ჰქონდა. ხო და ერთ მშვენიერ დღეს დადიანს სიძე გულბაათ ჭავჭავაძე ესტუმრა. გულბაათ ჭავჭავაძის დალევის ლეგენდარულ შესაძლებლობაზე ალბათ გსმენიათ, ლექსიც კია დაწერილი. შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა დავით დადიანს. შესანიშნავი სიძე შეხვდა. თუმცა არ გაუმართლა მის დიდებულ მარანს. ამ სტუმრობისას გულბაათმა სიმამრს თხოვა, ჩამიშვი ერთი შენს მარანში, მაინტერესებს რა ღვინოები გაქვს, ახალი მოსავალი როგორი იყო, ძველიდან რა შემოგრჩაო და ასე შემდეგ. დავითი სიხარული დათანხმდა და თან შვილი გააყოლა, ანუ გულბაათის ცოლისმა. თან დაარიგა, რაც გასინჯოს, რითაც გასინჯოს. ყველაფერი აჩუქე და ყველაფერი გაატანეო. მარანი როგორ გითხრათ, მდიდრული იყო. გარდა სასმელებისა, მრავლად იყო გამოფენილი ძვირფასი სასმისებიც. ვერცხლისგან ნაჭედი ყანწები, მოოქროვილი ფიალები, ძვირფასი თვლებით გაწყობილი და ასე შემდეგ. ჩავიდნენ გულბაათი და ცოლისმა მარანში. სიძემაც დაიწყო ღვინის გასინჯვა, დაიწყო და აღარ დაამთავრა. ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ცოლისმა და სხვა მსახურები გაექცნენ გულბაათს მარნიდან. თვითონ კი სინჯავდა ღვინოებს და სასმისებს გვერდზე აწყობდა. გვიან ღამით დავით დადიანმა უთხრა თავისიანებს. ჩავაკითხოთ ერთი არ მოკვდეს, არ ჩაიხჩოს ამ ღვინოშიო. ჩავიდნენ და ნახეს, რომ სიძე შვენივრად იყო. არაფერი არ სჭირდა. გვერდით კი ვერცხლის და სხვა ძვირფასი სასმისების გორა ედგა. გულბაათმა ამოხედა დავით დადიანს და უთხრა: შვენიერი ღვინო გქონია. ძვირფასო სიმამრო და თითით ანიშნა სასმისების გორაზე. ესენი ჩამილაგეო. სავარაუდოდ სწორედ გულბაათ ჭავჭავაძე სვამდა ყველაზე ბევრს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ თქვენ იცით მასზე დიდი მსმელები. პოლკოვნიკი გიორგი მერჩულე. მე-10 საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მწერალი გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ავტორად შევიდა ისტორიაში. მაგრამ გსმენია სხვა გიორგი მერჩულის შესახებ. ამ ამბავში ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებაზე უნდა მოგიყვეთ. საოცარი ისტორია აქვს. ეს გიორგი მერჩულე მე-19 საუკუნეში 1878 წელს აფხაზეთში, სოფელ ილორში აზნაურის ოჯახში დაბადებულა. ამ სოფელში მერჩულეების გვარი უხსოვარი დროიდან სახლობდა. მათ შორის გასაკვირი არაა, რომ ბევრი სასულიერო პირიც ყოფილა. თუმცა გიორგის სულ სხვა გზა აურჩევია ცხოვრებაში. იგი წავიდა რუსეთში და სანქტ-პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სკოლა დაამთავრა. 1914 წელს ბესარაბიის ფრონტზე გაამწესეს და ველური დივიზიის ერთ-ერთი პოლკი ჩააბარეს, რომელიც ძირითადად ინგუშის სამხედროებისგან შედგებოდა. ეს ამბავი კარგად დაიმახსოვრეთ. ველური დივიზია რა მამაცი მეომრებისგან შედგებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ბრძოლაში პოლკოვნიკი გიორგი მერჩულე ისე უშიშრად იბრძოდა, რომ ავსტრიელებს ეჭვი შეჰპარვიათ. ეს კაცია თუ ზებუნებრივი არსებაო. ამ ომში ის არაერთი მედლით და ორდენით დააჯილდოვეს. მეფის რუსეთის ერთგული კაცი, რა თქმა უნდა, ბოლშევიკებმა ვერ აიტანეს. დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. აი სწორად აქ მოხდა ყველაზე საინტერესო რამ. მედილეგე, იგივე ბადრაგი გიორგი მერჩულეს ყოფილი ჯარისკაცი იყო. მისი მამაცობით აღრთოვანებული პირდაპირ აღმერთებდა თავის მეთაურს. გამოიცანით აბა რა მოხდა? რა თქმა უნდა, ციხიდან ლამაზად გააპარა და თვითონაც გამოყო. მიაგდო სამსახური. გიორგი მერჩულეს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ახლობელი სწორედ ინგუშეთში ყავდა. მათი მეთაური იყო ბოლო-ბოლო.
ამიტომ ინგუშეთში გადავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და მთიელთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდალი გახდა. 1918 წლის თებერვალში ანტონ დენიკინის დახმარებით ოსებმა ომი დაიწყეს და ვლადიკავკაზში მშვიდობიანი მოსახლეობა შეავიწროვეს. გიორგი მერჩულემ ინგუშებს აღუთქვა, რომ მათი დარბევისა და გენოციდისთვის მტერს დასჯიდა. ასეც მოიქცა. 5 თებერვალი ვიღაცეებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მათ დაკარგეს უამრავი მებრძოლი. რაც შეეხება პოლკოვნიკ მერჩულის ქვედანაყოფს, იქ არათუ არავინ მოუკლავთ, არც კი დაუჭრიათ. დენიკინელებმა ქართველ სარდალზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ. მოგვიანებით ის შემთხვევით გასროლილი ტყვიის მსხვერპლი გახდა. გაცეცხლებულმა ინგუშებმა გიორგის მოკლისთვის სისხლი მალევე აიღეს. ინგუშური ნასოფლარის ოლგიტეს სასაფლაოზე აუარება მუსლიმურ საფლავებს შორის ერთადერთი ჯვარია აღმართული. ეს გიორგი მერჩულეს საფლავია. დიდება გმირებს. ალექსანდრე ყაზბეგის სიყვარულის ისტორია. ალექსანდრე ყაზბეგს საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია. თუმცა ეს იმასულაც არ ნიშნავს, რომ სასიყვარულო თავგადასავლები არ ჰქონდა. ერთ-ერთ მათგანს სწორედ ახლა მოგიყვებით. ამბავს ალექსანდრეს ახლო მეგობრის რძალი ტასო გიგაური გვიყვება. ალექსანდრეს ძალიან ყვარებია ერთი გოგონა, თავისი ძიძის ნინოს ნათესავი. ეს გოგო გლეხის ოჯახიდან იყო და სოფელ გარბანიდან ყოფილა, დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. როდესაც ალექსანდრე რუსეთიდან დაბრუნებულა, სტეფანწმინდაში ცხოვრობდა და სოფელ გარბანში ძიძის სახლს ხშირად სტუმრობდა. ცხადია, ამის მიზეზი სულ სხვა იყო. ამავე სახლში ძიძის ნათესავი გოგონაც მოდიოდა და წყვილი სწორად აქ ხვდებოდა ერთმანეთს. შეყვარებული გოგონა ბიჭს მოკრძალებით ექცეოდა, როგორც ბატონიშვილს. ალექსანდრეს კი ეს ძალიან აბრაზებდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. მათი სიყვარული არ დარჩენილა შეუმჩნეველი გოგონას ძმებისთვის. მას მკაცრად აუკრძალეს ალექსანდრესთან შეხვედრა. დას ასე ეუბნებოდნენ: სანდრო ბატონის შვილია, თანაც ნასწავლი. შენ რას გიკადრებს? შერცხვენილს დაგტოვებსო. თავის მხრივ ალექსანდრესაც ეუბნებოდნენ: აბა რა შენი საქმეა გლეხის ქალი? განა არიცი, რომ შენი ნათესაობა მისი წინააღმდეგი არიან. ალექსანდრეს კი ამ გოგოს გარდა სხვა არაფერი აინტერესებდა. ვიცი, მაგრამ გულს ვერ უკარნახებ, ამბობდა ყაზბეგი. მომწყინდა არისტოკრატები, მათი ბალმასკარადები, მათი გარყვნილი ცხოვრება. წმინდა ოჯახის შექმნა მინდაო. რა თქმა უნდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ვერ მოახერხა ალექსანდრემ მისი ცოლად მოყვანა. ჯვარს არ დაწერდნენ და უკანონო ცოლი კი არ უნდოდა. ძალიან მძიმე დასასრული აქვს ამ ამბავს. ქალი დარდისგან გარდაიცვალა. იცით რა ერქვა ამ გოგონას? ძიძია ერქვა. მწერალმა მისი სახელი უკვდავყო. თან ნაწარმოებშიც არაფერი შეცვალა. ძიძია იქაც საბედისწერო სიყვარულს ემსხვერპლა. სხვათა შორის ალექსანდრე ყაზბეგის კიდევ ერთი სასიყვარულო ისტორია ვიცი და თუ დაგაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და იმასაც მოგიყვებით. პაულო იაშვილის მამხილებელი დოკუმენტი. 1937 წლის 22 ივლისის საღამოს 9 საათზე მწერალთა სახლის მეორე სართულზე პავლო იაშვილმა თავი მოიკლა. ახლა მოგიყვებით, როგორ ამუშავდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა. ერთი კვირა იფიქრეს რა ეკნათ. ერთი კვირის შემდეგ 28 ივლისს შეიქმნა მამხილებელი დოკუმენტი, რომელშიც ეწერა: პავლე იაშვილი მთელი წლების განმავლობაში საბჭოთა მწერლის ნიღაბს ამოფარებული, თვალთ მაგცურად აწარმოებდა მოღალატეობრივ ჯაშუშურ მუშაობას ქართველი მშრომელი ხალხის და ჩვენი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა ხალხის მოსისხლე მტრებთან, ტროცკისტულ ბუხარინულ ბანდიტებთან და უშუალოდ მონაწილეობდა მათ დივერსანტულ მავნებლურ მუშაობაში, სისხლიანი ფაშიზმის სასარგებლოდ. და როდესაც მისი მავნებლურ მოღალატეობრივი მუშაობა ურყევი ფაქტებით საბოლოოდ გამომჟღავნებულ იქნა, მან მოინდომა გაქცეოდა საბჭოთა ხალხის რისხვას და პროლეტარულ მართლმსაჯულებას. მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის ხდომის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღს და აღშფოთებას იწვევს ყოველი პატიოსანი მწერლის შეგნებაში. ქართველი საბჭოთა მწერლობა მთელი სიმკაცრით კიცხავს, გმობს პავლე იაშვილის მოღალატურ მუშაობას და მის სახელს განუსაზღვრელი ზიზღით მოიხსენიებს ჩვენი სამშობლოს ყველა გარეწარ მოღალატეთა და გამყიდველთა სახელთან ერთად. საწყალი პავლო იაშვილი ჯერ ადრეში ჩააგდეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მერე არც მკვდარი დაინდეს. მოკლედ, ასეთი სევდიანი გადაცემა გამოგვივიდა დღეს, რას ვიზამთ? ყოველთვის სიცილ ხარხარის ხასიათზე ვერ ვიქნებით. ეს არის ჩვენი ისტორია. უნდა გვახსოვდეს და განვიცდიდეთ.
რათა მომავალში აღარ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენ სპონსორებს. ხო, და რაც მთავარია, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. მომავალ შეხვედრამდე.